თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის გიორგი ახობაძის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას, რის შემდეგაც ბრალდებული საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს. სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლემ გიორგი ახობაძეს საუბარი შეაწყვეტინა და მიზეზად სასამართლო კომპეტენციაში ჩარევა დაასახელა. ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი წარადგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. იმდენად აბსურდული და გაყალბებულია ზოგადად მთელი სისხლის სამართლის საქმე, ამ პირობებშიც კი ჩემთვის წარმოუდგენელია, რომელიმე მოსამართლემ საერთოდ ბუნებაში როგორ უნდა დააყენოს გამომტყუნებელი განაჩენი, თუმცა გამომდინარე წინაკვირების პრაქტიკიდან, გამომდინარე წინა განაჩენებიდან, აქაც არ ველით რაიმე განსხვავებულს, რომ რაღაც მოსამართლე თავს გამოიჩენს და გამოიტანს გამომართლებელ განაჩენს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი პირდაპირ მტკიცებულება არ აქვს საქმეში, წარმოუდგენელია სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებით, ეგრეთ წოდებული ჩადებული ნარკოტიკი როგორ ამოიღეს მათ. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად და ევროპის მიერ მიცემული რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. ოპოზიცია ოცნების საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს. ირჩის ლიდერის ჰერმან საბოს განცხადებით, ქვეყანა ევროპული ვიზების დაწესებასთან ძალიან ახლოსაა. მისივე განცხადებით შექმნილი ვითარება ქართული ოცნების ნაბიჯების ლოგიკური შედეგია. პარალელურად მმართველი გუნდი დასავლეთის ულტიმატუმს საშინაო პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევს. სამწუხაროდ ჩვენ უკვე შანტაჟსაც კი ვეღარ უწოდებთ, უკვე მუქარაზე არიან პირდაპირ გადასულები და ემუქრებიან არა ქართულოს ნებას, არამედ ჩვენს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს, რომ როგორ გაბედეს საქართველოს მოქალაქეებმა და აირჩიეს ის ხელისუფლება, რომელიც დგას სუვერენიტეტის სადარაჯოზე. როგორ ბედავენ ქართველები და საქართველოს მოსახლეობა, ქართული ხალხი როგორ ბედავს და სხვის დაკოლზე არც ეყავს, ზუსტად ასეთ თითისტნებით და ზემოდან ყურებით ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში თავიანთი გაიტანონ, მაგრამ უნასაც კარგად ხედავენ, რომ ქართველს და საქართველოს მოქალაქეს ზემოდან ვერავინ ვერ შეხედავს. თუ ოდესმე ყოფილვართ ახლოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან, ეხლა თქვათ სამწუხაროდ, მაინც გონია, რომ საბოლოო ჯამში არ მივა მანდამდე საქმე, იმიტომ რომ ევროპაშიც ყველა არ არის იმ აზრზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ცუდი ქმედებების გამო ხალხი დავსაჯოთ. მაგრამ იმასაც ხვდებიან, რომ რაღაც აქვთ გასაკეთებელი, რაღაც ნაბიჯები არის გადასადგმელი. ძალიან ცუდი და არასწორია, რომ შენ რაღაცა კარგად ექცეოდე რომელიმე ქვეყანას და ამ ქვეყნის მთავრობა შენ უბრალოდ ასე გლანძღავდეს, გიყენებდეს ანტიპროპაგანდაში და ასე ვთქვათ, შენზე აგებდეს ყველაფერ ცუდს. მოღალატეთა კრიმინალთა რუსული ბანდის წარმომადგენლებისთვის არაფერს არ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოთ შესვლის საკითხი, რადგანაც ჯიბეებს თვითონ ჩვენივრად ისქელებენ, მათ გაუღეს კარი ფართეთ პაკისტანის და რა ვიცი ბანგლადეშის მოქალაქეებს ღიად ჩვენი ქვეყნის კარები ძალიან ფართოდ და ხედავთ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგად და მეორე მხრივ ბიძინა ივანიშვილი, ქართული გვარის მქონე რუსი ოლიგარქი, რომელიც ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მისი ბანდა უკეტავს ქართულ ხალხს ევროკავშირში შესასვლელ კარებს, რომლის გაღებაზე ქართული საზოგადოება ძალიან ბევრ რამეს აკეთებდა მრავალი წლის განმავლობაში. ოპოზიციის კრიტიკული გამოხმაურების პარალელურად ირაკლი კობახიძის მიერ Deep State-თან დაკავშირებულ განცხადებას მისივე გუნდის წევრი არჩილ გორდულაძე დადებითად აფასებს. მისი განცხადებით გარეძალები ოცნებას პრორუსულ ხელისუფლებად წარმოაჩენენ და მის წინააღმდეგ მოქმედებენ. შეგახსენებთ, გასულ დღეს ირაკლი კობახიძემ Deep State-ის გავლენებზე სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა და პარალელურად ოპოზიციის კრიტიკასაც გამოეხმაურა. ჩვენ შეგვიძლია დადასტურებულ ფაქტად მივიღოთ, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულებას
მართავდა და აორგანიზებდა, ასიც პირდაპირ ჩართული იყო Deep State-ი, ის უბრალოდ განმახორციელებელი ერთი კონკრეტული ადამიანი აღმოჩნდა, ეს დადასტურებული ფაქტი, ის სამწუხაროა, რომ მხოლოდ ადამიანების სახელები და გვარები და ქვეყნების დასახელებები იცვლება, მაგრამ ხელწერა არის აბსოლუტურად ერთი და იგივე, Deep State-ს ვისაც არ მოეწონება და ვისი ქმედებების მის სურვილების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მათ ყოველთვის პრორუსულობის იანს მიაწევებენ ხოლმე. თურმე Deep State-მა დაამარცხა ყველა ამერიკის პრეზიდენტი, Deep State-მა დაამარცხა ევროკავშირი, დაამარცხა ევროპარლამენტი და აი ვერ დაამარცხა მდინარაძე და კობახიძე. ხო, აი მართლა სასაცილოა თავის რაღაცა აი ხიხო ივანიშვილი. აი ესენი ვერ დაამარცხა Deep State-ი და Deep State-მა და დანარჩენი ყველა დაამარცხა Deep State-მა. ხო და აი ვინც ამას იჯერებთ, აი არ გცხვენიათ? ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიცია ისევ ვერ თანხმდება დღეისთვის არჩევნებში მონაწილეობას გაერთიანებული ძალებით გეგმავს პარტია ლელო ძლიერი საქართველოსთვის და გახარია საქართველოსთვის. ოპოზიციის ნაწილი კი ისევ ბოიკოტში რჩება. პარალელურად ქართული ოცნების ლიდერი არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და 4 ოქტომბერს გამარჯვებას მოიპოვებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების გუნდი ქართულ ხალხთან ერთად კიდევ ერთხელ სახელოვნად დაამარცხებს კოლექტიურ ნაცნობრობას მიუხედავად იმისა, თუ საარჩევნო ნომერი რა იქნება ამ კონკრეტულ ადამიანს თუ ადამიანთან გაერთიანებას შერჩეული, რა საარჩევნო სიმბოლიკა იქნება და რა ფერებით იქნებიან ისინი წარმოდგენილები. ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა არჩევნები, ჩვენ არჩევნებს ვითხოვთ და პარტია სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. იქნება ეს საპარლამენტო თუ ადგილობრივი, მაგრამ არა სპეცოპერაციაში. ვითხოვთ არჩევნებს, რომ ამ ქვეყანაში იყოს ისეთი ვითარება, ბუნებრივია ამ რეჟიმის პირობებში ეს ვითარება ვერ იქნება, მაგრამ ასეთ ვითარებაში ნამდვილად ვერ იქნება, ვერც საპარლამენტო არჩევნებს მივიღებთ, ვერც ადგილობრივ არჩევნებს. სწორედ ამიტომაც კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ყველას, თუ კი ვინმეს აქვს კлау გონებაში, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოს მაშინ მონაწილეობა. გერმანია უკრაინისთვის პატრიოტის სისტემების გადაცემის შესახებ ამერიკის გადაწყვეტილებას ელოდება. გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ამერიკის ადმინისტრაციამ გერმანიისა და ევროკავშირისთვის პატრიოტის სისტემების გადაცემის ვალდებულება აიღო, რომლებიც შემდეგ უკრაინაში უნდა ჩავიდეს. გასულ დღეს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პიტროსიუსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ვიზიტისას პენტაგონის ხელმძღვანელთან უკრაინისათვის პატრიოტის 5 საზენიტო სარაკეტო სისტემის მიწოდების შესახებ შეთანხმდა. უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 23 ივლისაა დაგეგმილი. საკითხის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტის ცნობით ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან რუსტემ უმეროვთან თურქეთში რუსულ მხარესთან კიდევ ერთი შეხვედრის გამართვის საკითხი განიხილა. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი სტამბოლში 2 ივნისს შედგა. დონალდ ტრამპის განცხადებით შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში ირანის ბირთვულ ობიექტებს თავს კვლავ დაესხმება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას აღარჩიმ Fox News განუცხადა, რომ თეირანი ვერ იტყვის უარს ბირთვული გამდიდრების პროგრამაზე. მიუხედავად იმისა, რომ ის მძიმედ დაზიანდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდასხმების შედეგად.